2013 წლის 1 იანვრამდეო, ანუ არჩევნების შემდეგ კიდე 3 თვის განმავლობაში, ვინც ძალიან ბევრი დამალაო, არადეკლარირებული კონდაო შემოსავალიო, იმათი დიდი უმრავლესობა ფინანსური ამნისტიის ქვეშ იყოს. ეს პრაქტიკულად არის არჩევნებში დამარცხებული ძალის მიერ შემოთავაზება, რაც ამდენი ხნის განმავლობაში მოვიპარეთ გვაპატიეთ. თავარი მიზეზი რის გამოც ისინი ხარს აუჭერენ არის უბრალოდ ის, რომ ეს ინიციატივა მოდის პრეზიდენტისგან და სხვა არსებითი რაიმე პრობლემა მათ ამ ამნისტიასთან დაკავშირებით და ამ სხვა ზოგადად კანონმდებლობის ამ პაკეტთან დაკავშირებით არ აქვს. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ამნისტიაზე, საუბარი ასევე არის ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციაზე, რომ ფინანსური ეკონომიკური დანაშაულის ადამიანებს აღარ სწავლდნენ ციხეში და მათ შორის არ იყენებდნენ ორციან წინასწარ პატიმრობას. გარდა ამისა, თუ შემოწმებაზე შედის მაკონტროლებელი ორგანოების კერძო სუბიექტში, მას სჭირდება ამ კანონმდებლობის ამ პაკეტით სასამართლოს ნებართვის აღება, რაც ჩვენისათვის ქმნის ძალიან სერიოზულ დაცვის მექანიზმს კერძო სექტორისათვის.